პირველი წელი ან ორი წელი არ არის, ბევრი წელია ხო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვარ რუსთავი 2-დან მოყოლებული და დღეს, როდესაც ჟურნალისტი გადაღებაზე მიდის, პირველი იმაზე ვფიქრობ, ეს ლოკაცია, ეს გადაღება არის თუ არა უსაფრთხო მისთვის. გუშინაც, როდესაც მარიამა კასარაშვილი ამზადებდა რეპორტაჟს ვიცე-გუბერნატორის გადადგომის შესახებ, დამირეკა რომ არასამუშაო დღე არის, ანუ აქ ფიზიკურად პასუხის გამცემი არავინ არ არის და გადავინაცვლებ სახლთან და აი პირველი სუმაგაზე ვფიქრობ და სულ ეს შიში მაქვს უკვე, რომ ჟურნალისტი და პასუხისმგებლობა არის, შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ მისცე თუ არა დადასტურება, რომ გადაინაცვლოს კონკრეტულ გადაღებაზე. და პასუხისმგებლობა არის უკვე იმის, რომ და შიში რომ აი უსაფრთხო არის თუ არ არის. ეს ერთი. და მეორე, თუ უსაფრთხე დგება, ადგილზე პოლიცია არ მიდის. ეს წესად იქცა ბოლო 1 წლის განმავლობაში. როდესაც პირველი პრეცედენტი იყო გემახსოვრება TV-პირველთან, როდესაც ჩასაფრებას აწყობდნენ ეს ტიტუშკების 2024 წლის გაზაფხულზე. კი ბატონო, ზუსტად 1 წლის წინ უნომრო ნიღბიანი ადამიანები, გავედი გარეთ, ვიღებდი ამ ადამიანებს და იმ წუთას იქ არსებობდა ტელევიზიაში შემოჭრის. სტუდიაში სტუმრად მოყოფ პოლიტიკოსებზე თავდასხმის. რეალური და მყისიერი საფრთხე. არ მოდიოდა იქ პოლიცია არ მოვიდა. ფიზიკურად არ მოვიდა პოლიცია. არ მოდიოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სანამ გვიან ღამით არ დავრეგე პროკურატურაში, იმიტომ რომ პროკურატურა არის საპროცესო დამხედველი და არ ვუთხარი რომ აქ რამე რომ მოხდეს ფიზიკურად. ვინ არის მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? როდესაც ხდება დანაშაული, ჟურნალისტებზე თავდასხმა. იქ პოლიცია აღარ მიდის. რეკავ მაგათ შეხლაძის შემთხვევაში. პირდაპირ ეთერში ვრეკავდი და პოლიცია არ იყო. არამც თუ არ მივიდა იქ. იქ იყო პოლიცია და რამდენიმე წამით ადრე მოიხსნა, ანუ დამნაშავეებს ხელფეხი გაუხსნა, რომ პრინციპში კორიდორი გაუკეთა ძალადობისთვის, ხო? სრული უფლებამოსილება, წახალისება, ხელშეწყობა იყო იქ, რომ ყოფილიყო თავდასხმა ჟურნალისტებზე.